საღამო მშვიდობის ქართული ხალხის პასუხი მართლაც არის მტკიცე და სულ ახალ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები ამას ადასტურებს, ანუ ყველაფერს თავის სახელი დაერქვა ამ გამოწვევით, როცა ხელისუფლებამ უარი თქვა ღიად ევროკავშირზე. კერძოდ ამ ბოლო კვლევის მონაცემებით 65% ქართული საზოგადოების ირჩევს ჯამურად ოპოზიციას და ქართული ოცნება რჩება მხოლოდ 22% ამარა. და წარმოუდგენელია ეს არის რეალურად ის სურათი, როგორ გამოუტანა ქართულმა ოცნებამ საკუთარ თავს განაჩენი. იმიტომ რომ წარმოუდგენელია, თუნდაც დაუშვათ და ლეგიტიმური გზით იყოს რომ ესა თუ ის ხელისუფლება მოსული სახელმწიფო სათავეში, როცა მისი მიმღებლობა 22%-ზე დადის, მას ფაქტობრივად უკვე სახელმწიფოს მართვის არანაირი მორალური ასე ვთქვათ უფლება აღარ აქვს. ეს უკვე დამდგარი შედეგია. თუნდაც მხოლოდ ეს მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ სასწრაფოდ არის დასანიშნი ახალი არჩევნები. ამავდროულად ამავე კვლევაში იყო კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი, ის რომ მოსახლეობის რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება მისსავე მომხრეების უდიდეს ნაწილშიც დამთავრდა, როგორც თუნდაც სტაბილურობის გარანტორი და თუნდაც ის ძალა, რომლითაც თუნდაც მოტყუებით სჯეროდათ, რომ ევროპისკენ მიყავდა, ხო? 65% გამოკითხულთა მხარს უჭერს აქციებს. ნებისმიერ სპეციალისტს კითხეთ, როცა მოსახლეობის ამდენი პროცენტი მზად არის და იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს აქციების მოთხოვნით, როცა ის ფიქრობს, რომ ხელისუფლების შეცვლა არის გარდაუვალი იმისათვის, რომ სახელმწიფომ გააგრძელოს სტაბილური და მშვიდობიანი არსებობა, ესეც ასევე არის დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ყოფი არალეგიტიმური ძალის განაჩენი. ხო, ძალიან მაღალი პროცენტია, ძალიან მაღალი, ასეთი მაღალი პროცენტი ქართული ოცნების არსებობის პერიოდში უბრალოდ არ იმიტომ რომ კაპიტან ხათუნა თუ ის ადამიანები, ვისაც უმტკიცებდა ქართული ოცნება არჩევნებამდე და ატყუებდა რომ ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ მიყავდა 28 ნოემბერს უკვე ეს ადამიანებიც ხომ დარწმუნდნენ სინამდვილეში საით მიყავს მთელი ქვეყანა და საკუთარი ამორჩეველიც კი ხომ ქართულ ოცნებას და აქედან გამომდინარეა ალბათ ხო ეს მაჩვენებელი და დღეს ვნახეთ კაპიტან ხათუნა და მე არ ვიცი დილიდან ვადევნებდით თვალყურს ხო როგორ ალყაში მოაქციეს სპეცდანიშნულების რაზმის პოლიციის აი ეს ნაძვის ხე რომელიც საღამოს უნდა აენთო კახი კალაძეს როგორი მობილიზაცია გამოაცხადეს მათ შორის მიიყვანეს თითქოს რაღაცა საკუთარი მხარდამჭერები ქართული ოცნების წევრები და ტიტუშკებიც კი მობილიზებულები იყვნენ და მთელი დღე ემზადებოდნენ რომ აიქ უნდა მისულიყვნენ და აი დაპირისპირებაზეც კი მიდიოდა ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც ზეიმის იმიტაცია მოჩვენებითი სპექტაკლი დაედგა უკვე გარეთ რუსთაველის გამზირზე და ბოლო მომენტში არ ვიცი ალბათ არც თქვენ არ გონიათ რომ რაღაც საღმაზმა გაიმარჯვა და ამიტომ გადაიფიქრა კახი კალაძემ იმ ნაძვის ხის ანთება რომ რამე დაპირისპირება არ მომხდარიყო უბრალოდ რამდენადაც ვიცით და ალბათ ეს უფრო სარწმუნო არგუმენტია რომ ვერ შეაგროვეს ადამიანები რომ მიიყვანათ იმ ნაძვის ხესთან ამ ნაძვის ხის გასანათებლად ხო ესეც ხო მაჩვენებელია იმის რა მდგომარეობაშია დღეს ხელისუფლება და სად არის ხალხი აი ძალიან ზუსტი დაკვირვება აი ნახეთ მთავარი დღეს რა მოხდა საბოლოოდ ჩამოიქცა ნდობა ქართული ოცნების ამორჩევლისა ხელისუფლების მიმართ როგორც მათი მშვიდობის და სტაბილურობის გარანტორის ნახეთ რა მოხდა რატომ არ მივიდნენ ნაძვის ხესთან იმიტომ რომ არენდნენ იმ ხელისუფლებას რომელიც მათ იძულებით მოსყიდვით თუ გაყალბებით თუ ასე შემდეგ აირჩიეს ამ შემთხვევაში მე ხას უსვამ ქართული ოცნების ამორჩევლს ანუ მთავარი ხომ ის იყო რომ ისინი ამ ხელისუფლებას ირჩევდნენ თითქოს იმიტომ რომ მათ მშვიდობის და სტაბილურობის ასე ვთქვათ ისინი მშვიდობის და სტაბილურობის გარანტორები უნდა ყოფილიყვნენ და საბოლოო ჯამში რა აღმოჩნდა რომ მათ ისიც კი არ შეუძლიათ რომ საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნონ იმაში
რომ ნაძვის ხესთან მიიყვანონ. ხვდებით? ანუ თლიანად დაიმსხვრა ქართული ოცნების მითი მათივე ამომრჩევლის თვალში. დობა დაიკარგა როგორც სტაბილურობის და მშვიდობის გარანტორის. ანუ არენდნენ და ნაძვის ხესთან ბავშვები არ მიიყვანეს, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება პირველი არის ის, რომელიც საკუთარი შვილებით იკვებება, საქართველოს მომავლით იკვებება ქართული ოცნება და მეორე არის ის, რომ საკუთარ ამომრჩეველსაც კი მშვიდობისა და სტაბილურობის განცდას უკვე ვეღარ უჩენს. აქედან გამომდინარე მთავარი მითი ჩამოენგრათ. ხვდებით რამხელა რაღაცა. კი და შეუძლია გაწირო, შეუძლია რისკის ქვეშ დააყენოს, იმიტომ რომ ყველა ამბობდა, რომ აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ბავშვების მიყვანა იმ ადგილზე, სადაც აი ამ ხუთავი გაზით არის გაჟღენთილი ყველაფერი, იქაურობა და გარშემო, ხო? იმ ხალხს უმტკიცებდა, რომ არა, მოიყვანეთ ბავშვები, არაფერი აქ საშიში არ არისო და აი მართლა როგორც ტერორისტული რეჟიმები იქცევიან, როგორც პუტინის რეჟიმი იქცევა, რომ ბავშვებს იფარებენ ხოლმე ყველა სისაძაგლის და საშინელების ჩადენის დროს, აი დილიდანვე ზუსტად აი ეს პროპაგანდა და აი ეს ნარატივი მოჩქებდა ნამდვილად ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან და ალბათ ხო ძალიან სამართლიანად და ძალიან ლოგიკურად გაუჩნდათ შიში იმ ადამიანებს, რომ კარგი, აი თვითონ შეიძლება ვიღაცა მისულიყო, მაგრამ ბავშვის მიყვანა იმ ადგილზე უკვე მართლა წარმოუდგენელი იქნებოდა, იმიტომ რომ ის ხელისუფლებაც კი, ვისაც ისინი ხელისუფლებას უწოდებენ და შესაძლოა ენდობიან, ისიც კი ატყუებს და არ არის მათი რაღაცა დაცვის სადარაჯოზე, ასე ვთქვათ, როგორც ეგონათ აქამდე. ანუ ეს დაინახეს, ხალბატონ გარდამტეხი რამე მოხდა და მოხდა კიდევ ის, რომ დაინახეს სად მიერეკებოდა ქართული ოცნება ატარა ბავშვებს. იმ ადგილას, სადაც, ასე ვთქვათ, იმ მილიციის ძალით იცავდა, რომელიც მათსავე თანატოლებს სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დაუნდობლად უჩეხავდა თავებს, ხო? ამიტომ ეს ძალიან სერიოზული წყალგამყოფია. არავის ეგონოს, რომ აი ეს დღევანდელი დღე თითქოს მხოლოდ ერთი ნაძვისხეს ანთება არანთებით შემოიფარგლა. ხო, აი ეს ძალიან სერიოზული წყალგამყოფია, რომ ქართული ოცნება საკუთარსავე ამომრჩეველში აღარ იწვევს ნდობას, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორი და ამავდროულად ის მისსავე ამომრჩეველში იქცა იმ მონსტრად, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს. აი ნახეთ, რას აკეთებდა მთელი ის პერიოდი, როცა პირდაპირი ნადირობა მიდიოდა საქართველოს მომავალ თაობაზე. ჯერ ერთ იმ 500 დაკავებულიდან თუ დაპატიმრებულიდან უმეტესობა იყო ძალიან პატარა ასაკის, ხო? და ახალგაზრდა და სად ურტყამდნენ? აი იმ დღეს უეცრად რომ ეს კადრებმა რომ ჩამიარა თვალწინ, უეცრად მივხვდი რას აკეთებდნენ. ხო შეიძლება ერტყათ ფეხებში, ხელებში, ნუ ესეც რა თქმა უნდა წარმოუდგენელი ვანდალიზმია, მაგრამ უდანაშაულ ადამიანებს რა ასე უსწორდები, მაგრამ ყველას ურტყამდნენ თავში და სახეში. ანუ ეს არის დიაგნოზი პირდაპირ. ქართული ოცნება მთავრდება იქ, სადაც იწყება აზროვნება. თავარი ისიც ეშინია. ოცნებას ეს არის ტვინი და ეს არის აზროვნება. ამიტომ ებრძოდნენ იმას, რაც მათი გადმოსახედიდან საშიშროებას ქმნიდა სააზროვნო ცენტრს, ტვინებს ებრძოდნენ. მათი მთავარი რითია დაკავებული ქართული ოცნება, რომ საქართველოს მომავალ ხედავს ამაში, კი, მთავარ საფრთხეს და აი თითქოს იარაღია მათ წინააღმდეგ მომართული ინტელექტი, აზროვნება და ნათელი გონება, რომლითაც სავსეა რუსთაველის გამზირი და რომელიც არ უნდა გააჩერო აი ეს ახალგაზრდები, ვინც იდგანა და ვისაც ასე გამეტებით ურტყავდნენ მართლა თავში და სახის არეში, აი წარმოუდგენელია უბრალოდ აი ისე სწორად და ისე ლოგიკურად და ისე მწყობრად ჩამოაყალიბებენ აბსოლუტურად ყველაფრის შესახებ, განსაკუთრებით ქვეყნის პოლიტიკური მომავლის შესახებ საკუთარ შეხედულებას და ქალბატონ ხათუნა აუცილებლად მინდა შევეხოთ იმ პროცესს, რაც ხდებოდა უშუალოდ პარლამენტის შიგნით, ხო, როცა დანიშნეს, ასე ვთქვათ, თავისივე რჩეული მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად, კაცი, რომელმაც დღეს ერთი სიტყვაც კი ვერ თქვა. ანუ ერთი სიტყვა არ უთქვამს, კომენტარიც კი არ გაუკეთებია მას. ჩემი მოწოდება იქნება, რომ
არ გავაკეთოთ საერთოდ არანაირი კომენტარი ცარიელ ადგილზე. დავტოვოთ ეს ადამიანი თუ ეს არსება როგორც ცარიელი ადგილი და მისი ადგილი უბრალოდ ამ ქვეყანაში არ არის. როგორც მოქალაქის არის, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა არც ერთი სტატუსით არ არის, ამიტომაც მე არ ვთვლი რომ ან ჩემი დრო, ან ეთერების დრო, ან საერთოდ საქართველოს ხო, შორის გადაცემის დასაწყისშიც კი ვთქვი, რომ ნაძვის ხერომ ვერაანთო კახა კალაძე მე უფრო სიმბოლური და მნიშვნელოვანი ამბავი იყო, ვიდრე მიხეილ ყაველაშვილი რო აანთო ბიძინამ პარლამენტში დღეს, ხო? ეს ხომ არ არის ჩვენი პრეზიდენტი, ეს ხომ საქართველოს პრეზიდენტი არ არის, ამიტომაც არ ვთვლი რომ საერთოდ მედიის ყურადღების საგნად ის შეიძლება იქცეს და ამაზე საუბრით დრო დავკარგოთ. არის ცარიელი ადგილი და დარჩება ცარიელ ადგილად. გაცილებით საინტერესოა ის თუ რა უნდა მიგვაახლოვოს მიზანს, ხო? ერთი რაც ეს ძალიან აქტიური და დაუღალავი პროტესტი ქვეყნის შიგნით და მეორე ძალიან კონსოლიდირებული სანქციები ქვეყნის გარედან. ჩვენ რეალურად გვაქვს დრო, ესენი შემთხვევით არაფერს არ ამბობენ ხოლმე, რეალურად გვაქვს დრო 20 იანვრამდე. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ტრამპის სანამ ტრამპი თეთრ სახლში შევა, საქართველოში სურათი უნდა იყოს იმდენად ნათელი, რომ არავის კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით და ქართული ხალხის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მათაც კი, ვისაც თქვათ ვიძინა ივანიშვილი შეიძლება ათეულობით მილიონს უხდიდეს დღეს ლობირებისთვის, ხო, ამერიკაში, იმისათვის რომ მოხდეს მისი პოზიციების ლობირება ტრამპის კარზე, ან თქვათ მისი აქა-იქ შემორჩენილი ევროპელი პარტნიორების მეშვეობით ასევე ტრამპთან რაღაცა არხების გაჭრა. ამიტომაც ვამბობ, რომ 20 იანვრისთვის სურათი უნდა იყოს იმდენად ნათელი საქართველოში, რომ ვერანაირმა ლობისტმა, ვერც ფულით თუ ვერც საერთო ინტერესებით დაკავშირებულმა, აი ამ სურათის შეცვლა ვერ მოახერხოს და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, უდიდესი წვლილი აი საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელიც მარტო არ არის ბუნებრივია და ის წარმოადგენს ევროკავშირის ძლიერი ქვეყნების მინიმუმ წამყვანი ქვეყნების, ასე ვთქვათ, აზრს და სახეს და ეს არ არის შემთხვევითი, როცა 4 დღე ზედიზედ ამხელა სახელმწიფოს მეთაური საქართველოს საკითხებით იყო დაკავებული და დამერწმუნეთ, რომ ეს უკვალოდ არ ჩაივლის. რა საღიაზრისგან შორის მყოფი შეფასებებიც არ უნდა აკეთოს მიტაცებული ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენელმა, ხო? აი რაღაცეებს მოდავდნენ, რომ მტრული სახელმწიფოებს თუ არა მეგობრული სახელმწიფოების სიას ჩამოწერთ, ხო? რეესტროს ვადგენ. არ დაამიწყდეთ ვიზე არის საუბარი და აი ბოლო ათწლეულების მანძილზე გადახედონ რამდენი წარმატებული შემთხვევაა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ურთიერთობის, როცა მათ ერთობლივი ძალისხმევით შეძლეს და განეიტრალეს დიქტატორული რეჟიმები მსოფლიოს ამა თუ იმ წერტილში. ხო, ხათუნა, ბოლოს მაინტერესებს თქვენი აზრით რა უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. დღეს ყველა სტუმარს ვეკითხები ამას, რასაკვირველია, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ალბათ ეს არის ახლა ნომერ პირველი შეკითხვა, იმიტომ რომ ყველას მთავარი მოთხოვნა არის და ყველა ვხედავთ, რომ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ხო? რა უნდა იყოს თქვენი აზრით იმ ფაქტორების ერთობლიობა, რამაც უნდა აიძულოს ბიძინა ივანიშვილი, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები? პირველი ქართული ხალხის ერთიანობა და იმ ბზარის უფსკრულად ქცევა, რომელიც დღეს ქართული ოცნების ასე ვთქვათ, ლიდერშიპსა და მის ამომრჩეველს შორის არის და დღევანდელმა დღემ ესაც ჩვენ აღარ დაუბრუნდები ამას, ანუ როცა ნდობა აღარ აქვს ქართული ოცნების როგორც სტაბილურობის და მშვიდობის გარანტორის, ეს იმხელა ბერკეტია დღეს პროდასალური საქართველოს ხელში, რომ აი ამ ბერკეტს უნდა ძალიან კარგად გონივრულად გამოყენება და აი მართლაც საქართველოს გამთლიანება, ანუ ამომრჩევლის გამთლიანება უზურპატორი ხელისუფლების წინააღმდეგ. ერთ მხარეს უნდა დარჩეს პატარა, ასე ვთქვათ, კრიმინალური ბანდა
ქართული ოცნების სახით და მეორე მხარეს მთელი საქართველო. რეალური სურათია საკმაოდ ეს და ძალიან სწრაფ ტემპში შეიძლება პროცესები წავიდეს. მეორე დასავლეთის მხარდაჭერა და ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს მუშაობა ფინანსურ სანქციებზე, იმიტომ რომ მხოლოდ სავიზო შეზღუდვებს არ აქვს ისეთი ეფექტი, რომელიც თქვა ქართული ოცნების ვერტიკალში მნიშვნელოვან და რყევებს გამოიწვევდა. რყევებს გამოიწვევდა. ხო? იმიტომ რომ თავის მხრივ ეს ფინანსური სანქციები შეიძლება ძალიან მძიმე დაისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე, თუ ამ სანქციების დაკმაყოფილებაში არ მიიღებს მონაწილეობას იგივე ქართული საბანკო სისტემა. ასე რომ ამ ფინანსური სანქციების რეალობა ერთია ფინანსური სანქციების დადება და მეორეს მხრივ ამ ფინანსური სანქციების ასრულებაში ქართული საფინანსო სისტემაც უნდა ჩაერთოს და აი ამ საფინანსო სისტემას სწორედ საფინანსო სისტემა პასუხისმგებელია საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველთანაც, იმიტომ რომ ხელფასი ბატონო ჩემო, ინფლაცია, საბანკო კრედიტები თუ საბანკო ბარათები არ არჩევს პარტიულობის მიხედვით ადამიანებს მოგეხსენებათ, ხო? ამიტომაც ღმერთმა დაიფაროს და დარტყმა შეიძლება იყოს გამანადგურებელი ნებისმიერისთვის. ამიტომ ქართული ბიზნესი, ქართული საბანკო სისტემა და ქართული საზოგადოება ამ შემთხვევაში ერთ მხარეს უნდა იდგეს. ერთ მხარეს და ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამ მიმართულებით სწორედ ნაბიჯებია გადასადგმელი და ვაპირებთ ამ ერთობისთვის ნაბიჯების გადადგმას. აი ეს რაც შეიძლება ითქვას და ასევე სამეზობლოსთან მუშაობაც ქართული პოლიტიკური სპექტრის იქნება მნიშვნელოვანი და ასევე რა თქმა უნდა ქალბატონი პრეზიდენტის ფაქტორი, როგორც სამწუხაროდ დღესდღეობით ამ ქვეყანაში, ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტის. აი ამ ყველაფრის ერთობლიობა მოიტანს შედეგს.